ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ყველა ან ოპტიმისტი იბადება, ან პესიმისტი. და მე ზუსტად ვიცი, რომ პესიმისტი დავიბადე. მეტიც პესიმისტად გამზარდეს. Furthermore, I was brought up to be a pessimist. მშობლები კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ But in my home, ჩვენ სახლში თუ არ ნერვიულობდი, იმაზე უნდა გენერვიულა, რომ არ ნერვიულობ. მე მოვინათლე სული წმინდაში მსახურებას ჰქონდა, მაგრამ პესიმიზმი ვერ დავძლიე. But I had not overcome pessimism. ეს ჩემს ცხოვრებაში დეპრესიაში გამოიხატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანები ინათლებოდნენ, მე განუწყვეტლივ ვებრძოდი ამ შავ ღრუბელს, რომელიც თან დამხვებოდა. ყველაფერს ვაკეთებდი. წმინდა წერილები საკმაოდ კარგად ვიცოდი. ვიცოდი, რომ უნდა ჩამეთვალა თავი მკვდრად და მეც ასე ვიქცევდი. იმდენჯერ რომ ამას აზრი დაეკარგა, მაგრამ პრობლემას ვერ ვწყვეტდი. But it didn't solve the problem. And then შემდეგ ერთ დღესაც ესაიას 61 თავის მესამე მუხს კითხულობდი და წავიკითხე. And I read სული სიმძიმის ნაცვლად ქების სამოსელი. Of the spirit of heaviness, the garment of praise. And when I როდესაც ეს ფრაზა წავიკითხე, სული წმინდა მითხრა, ეს არის შენი პრობლემა. The Holy Spirit said to me, that's your problem. და უცებ მივხვდი, რომ საკუთარ თავს კი არ ვებრძოდი, ეს ჩემი მენტალური დამოკიდებულება არ იყო, ეს იყო პიროვნება, რომელიც დღე და ღამეს მტანჯავდა და მივხვდი, რომ ის ბავშვობიდან It მიცნობდა. was a person that was tormenting me day and night. მან იცოდა ჩემი ყველა სისუსტე, იცოდა როდის უნდა შემოვიდია. He knew my every weakness. ამასთანავე მივხვდი, რომ ეს იყო, რასაც ჩვენ ნაცნობ სულს უწოდებთ, სული, რომელიც ჩემი ოჯახიდან მოდიოდა. We would call a familiar spirit. It was a spirit that had come down through my family. I identified exactly. იგივე მდგომარეობა ჩემს მამაშიც ამოვიცანი. And I called on უფლის სახელს და გამთავისუფლდი იმ დემონისგან. From that demon. დიახ, მე ვინათლებოდი, უცხო ენებზე ვლაპარაკობდი, სახარებას ვქადაგებდი, მაგრამ ჭირდებოდა დემონისგან განთავისუფლება. But I needed to be delivered from a demon. I was so ashamed of that I didn't tell anybody for 10 years. ისე მრცხვენოდა ამის, რომ 10 წლის განმავლობაში არავისთვის მითქვამს. შემდეგ უფალმა იძულებული გამხდა და გამომჩენილიყავი, მას შემდეგ რაც კვირადილით, ჩემი კათედრის წინ დემონით შეპყრობილი ქალი შემხვდა. მე კი სწორედ ის წუთი ვქადაგებდი, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ეშმაკი, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. იქ კი ეს ქალი გველივით იფრიხებოდა კათედრის წინ. ის იგივე ქალი იყო, რომელიც ადრე ჩვენს ღვთისმსახურებაზე ფორტეპიანოზე უკრავდა. და მე ვიცოდი, რომ ან უნდა დამემტკიცებინა, ან უნდა შემეწყვიტა ამის თქმა. მაშინ გამოვედი ხალხის წინაშე და ეს ქალიც განთავისუფლდა. მე 10 წელი დამჭირდა მას შემდეგ, რაც თავად გამთავისუფლდი, რომ საჯაროდ შემძლებოდა ამ პრობლემის წინაშე დგომა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც კი გამთავისუფლდი, ღმერთმა მაჩვენა, რომ მან გამიკეთა ის, რასაც მე ვერ გავაკეთებდი, მაგრამ არ გამიკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც შემეძლო. მან მაჩვენა, რომ აზროვნების შეცვლა დამჭირდებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემს გონებაში ნეგატიური აზრი ან რეაქცია მოდიოდა, წმინდა წერილებიდან რაღაც პოზიტიური უნდა დავპირისპირებოდი მას. ეს ერთ ღამეში არ მომხდარა, ამას მინიმუმ 3 წელი დასჭირდა. მაგრამ ამ დროის ბოლოს მე უკვე აღარ ვიყავი პესიმისტი.